არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას შემდეგ საოკუპაციო რეჟიმის მორიგი მსხვერპლი ირაკლი კვარაცხელია გახდა. სასიკვდილო განაჩენი 29 წლის ახალგაზრდას მხოლოდ იმიტომ გამოუტანეს, რომ ის ეთნიკურად ქართველია. ქართველი ახალგაზრდა რუსმა ოკუპანტებმა ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით დააკავეს და რუსეთის სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ. გავრცელებული ინფორმაციით რუსულ ბაზაზე მას ელექტროშოკით აწამებდნენ, რის გამოც გული გაუჩერდა. ირაკლი კვარაცხელია ოკუპირებულ ტერიტორიაზე მშობლების საფლავზე ხშირად გადადიოდა. ამჯერად მისი მცდელობა მშობლიურ სოფელში გადასულიყო საბედისწერო აღმოჩნდა. სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენლები თვითმკვლელობის ვერსიას ავრცელებენ. ვერსიის გასამყარებლად დე-ფაქტო ხელისუფლების ეგრეთ წოდებული უშიშროების სამსახური განცხადებას ავრცელებს. აფხაზური მხარე იტყობინება, რომ ირაკლი კვარაცხელია ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონო კვეთის გამო დააკავეს და მან თავი მოიკლა. ცხედარს მათივე ინფორმაციით ძალადობის კვალი არ ეტყობოდა. თუმცა ამ ვერსიის ოკუპანტების გარდა არავის ჯერა. თვითმხილველების განცხადებით ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების მიზეზი მისთვის მიყენებული ფიზიკური დაზიანებებია. მათივე ინფორმაციით ახალგაზრდა მამაკაცი ოკუპანტებს რუსულ სამხედრო ბაზაზე ცემაში შემოაკვდათ. ადგილობრივების განმარტებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მსგავს შემთხვევებს სისტემატურად აქვს ადგილი. ნებისმიერ ქართველს, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ეგრეთ წოდებული საზღვრის კვეთის ბრალდებით აკავებენ, სასტიკად უსწორდებიან. ჩვენი ინფორმაციით კვარაცხელია რუსებს შემოაკვდათ სამხედრო ბაზაზე, რადგან რუსი ოკუპანტები ასე ხევიან ყველას, ვისაც ემყურდენ და აკავებენ. ხშირად გაურკვეველი მიმართულებით მიყავს და აკავებენ. ნათესავები გამორიცხავენ, რომ ირაკლი კვარაცხელიას თავი მოეკლა, რადგან ის მორწმუნე იყო. თვითმკვლელობა გამორიცხულია. ამას ვამბობ ხმამა, იმიტომ რომ იმდენად ეკლესიური იყო ბავშვი უკვე. ხო, თვითმკვლელობა არ არსებობს. მაგარი დაზიანებები აღინიშნებაო და არაფერი არ ვიცი. ნაცემი ქეარიო, ასე ლაპარაკობენ. გარდაცვლილი წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის დახმარებით 2 დღის შემდეგ ქართულ მხარეს გადმოეცა. ცხედარს ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ექსპერტიზა ჩაუტარდა. პასუხი 2 კვირაში გახდება ცნობილი. ირაკლი კვარაცხელიას კვირას სენაკში ძმათა სასაფლაოზე დაასაფლავებენ. წინასწარი ინფორმაციით გარდაცვლილი ცხედარს კისრის მიდამოში ნაჭდევები აღენიშნებოდა. თუ სახის დაზიანებები აქვს მიყენებული და გახდა თუ არა ახალგაზრდა მამაკაცი არაადამიანური მოპყრობისა და ძალადობის მსხვერპლი, ამაზე საბოლოო პასუხს გამოძიება და ექსპერტიზა 2 კვირაში გასცემს. ოფიციალურ თბილისის აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის არგუმენტების არჯერა და ითხოვს განმარტებებს, თუ რა გახდა რეალურად 29 წლის ქართველის გარდაცვალების მიზეზი. ექსპერტიზის ოფიციალური დასკვნის მიღებისთანავე მაქსიმალურად ავამოქმედებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა საერთაშორისო ბერკეტს, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა. დავით ზალკალიანმა ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით ინფორმაცია საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიაწოდა. მინისტრის საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლებს თხოვნით მიმართავს, რომ შესაბამისი რეაგირება მიეცეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანთა ფუნდამენტური უფლებების შელახვასა და სიცოცხლის ხელყოფის გახშირებულ ფაქტებს. ექსპერტიზის დასკვნა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, თუ რა დასკვნას დადებს ექსპერტიზა. ამის და მიუხედავად საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები, მყისიერად ქონდა კომუნიკაცია ყველა საერთაშორისო აქტორთან. ფაქტი ერთია, რომ ეს აღმაშფოთებელი შემთხვევაა, ამყარებს იმას, რომ აუცილებელია ოკუპირებულ ტერიტორიებზე, უკონტროლო ტერიტორიებზე საერთაშორისო თანამეგობრობის წვდომა. ეს არის ის, რასაც ჩვენ მუდმივად ვითხოვთ საერთაშორისო თანამეგობრობისგან. მინდა გულწრფელად მიუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახს. ეს წარმოადგენს ადამიანის უფლებების უხეშად დარღვევას ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ის ფაქტი, რომ ეს რუსეთის სამხედრო ბაზაზე მოხდა, საგულისხმოა და ყურადღება დეტალებზე უნდა გამახვილდეს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ გამოძიება, რომელიც ამ ფაქტზე მიმდინარეობს, გამჭვირვალე იქნება. სახეზე გვაქვს ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალება, კიდევ ერთი ტრაგიკული მოვლენა. ამერიკის შეერთებული შტატები დაელოდება კიდევ ახალი დეტალების გამომჟღავნებას და გამოძიების შედეგებს. მანამ კი საჭიროა კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ საქართველოსადმი ჩვენი მხარდაჭერა საერთაშორისო მოლაპარაკებებსა და სხვადასხვა ფორმატში. ოკუპირებულ ტერიტორიაზე ირაკლი კვარაცხელიას საეჭვო ვითარებაში გარდაცვალების ფაქტს პარლამენტარებიც გამოეხმაურნენ. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ საოკუპაციო რეჟიმი ადამიანის უფლებათა შელახვას ოკუპირებულ
ტერიტორიაზე თავხედურად აგრძელებს და საერთაშორისო თანამეგობრობას მაქსიმალურად ჩართულობისკენ მოუწოდებს. თუ დაზიანებები აქვს, მაშინ ძალიან არასარწმუნო არის თვითმკვლელობის ვერსიაზე საუბარი. სამწუხაროდ ასევე იყო საუბარი ტატუნაშვილზე, რომ მან რაღაცა გული შეტევით მოკრა და აღმოჩნდა ადამიანის საშინელი წამების შედეგად მოკლული. ამიტომ ალბათ სულ მალე გავერკვევით და აღმოჩნდება ინფორმაცია და გამოჩნდება რეალურად რა არის მომხდარი, მაგრამ ძალიან ძიმე არის, როდესაც ასეთი ტრაგიკული შემთხვევები ჩვენს თავს გრძელდება. მაინც მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს პროცესი ან გაჩერდეს, ან გაჩერებასთან ერთად დაისაჯონ ის პირები, რომლებიც მსგავს ქმედებებს შეიძლება ჩადიოდნენ. ამაზე მუდმივად არის საუბარი ჩვენი მხრიდან, ყველა ფორმატის გამოყენებით, ყველა ტრიბუნიდან, ფაქტიურად ყველა საერთაშორისო, ასე ვთქვათ, არენაზე. სამწუხაროა ის, რომ ჩვენი მოქალაქეების უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიებზე ილახება, ამაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება, რა თქმა უნდა, ამ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ მხარეს. ეს გახლავთ რუსეთის ფედერაცია. ახლა გამოძიებას დაველოდებით, იმიტომ რომ ექსპერტიზამ უნდა დადოს საბოლოო დასკვნა, მაგრამ ფაქტი არის, რომ რუსეთი ვერ იზიარებს პასუხისმგებლობას ადგილზე. ის არის ოკუპანტი, ის არის de facto პასუხისმგებელი ყველაფერზე და ის რაც ხდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე არის დაუშვებელი. ამიტომ ჩვენ ყველა მექანიზმი უნდა გამოვიყენოთ, რომ მოვახდინოთ რუსეთზე ზეწოლა, რომ შეიგნოს რუსეთმა. ის არის ოკუპანტი. მასზეა ყველანაირი პასუხისმგებლობა და პირველი უფლება რაც აქვს ადამიანს, სიცოცხლის უფლება, ელემენტარულად იმის დაცვა უნდა შეძლოს. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების საქმეზე კომენტარი ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან კიდევ ერთხელ გააკეთა. მინისტრის განცხადებით ფაქტია, რომ ახალგაზრდა მამაკაცი რუსეთის სამხედრო ბაზაზე უკანონო პატიმრობის დროს გარდაიცვალა. პასუხი ყველა კითხვას ექსპერტიზის საბოლოო შედეგების შემდეგ გაეცემა. დღეისათვის თქვენ იცით, რომ ყველა მექანიზმი უკვე ამოქმედდა, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ მხედრის გადმოცემა მოხერხდა ფაქტობრივად ესეთ შემჭიდროვებულ ვადებში და უკვე გქონდა ჩვენ საშუალება, რომ სამხარაულის ბიუროს ჩაეტარებინა ექსპერტიზა. თქვენ იცით, რომ თვითონ ექსპერტიზის პროცედურა არ დასრულებულა, ის პირველადი მოკვლევის შემდგომ აუცილებელია უფრო კომპლექსური ექსპერტიზა იმისთვის, რომ ყველა იმ კითხვას, რომელიც ჩვენ გვაქვს, რომელიც თქვენ გაქვთ, საზოგადოებას აქვს სრულიად სამართლიანად, ამომწურავი პასუხები გაეცეს და გამოძიებას ჰქონდეს შემდგომ სარწმუნო ინფორმაცია თუ რა მუხლით უნდა გააგრძელოს საქმის წარმოება. შესაბამისად, ანუ განურჩევლად იმისა, რა მუხლი იქნება, ბუნებრივია, ძალიან მძიმე თემა არის და უკვე ჩართული არის საერთაშორისო თანამეგობრობა, ჩვენი კომუნიკაცია, იცით, შედგა ცხელი ხაზით აფხაზურ მხარესთან. ჩვენ ვიცით დღეისათვის ის, რომ ამ ირაკლი კვარაცხელიას დაკავება მოხდა რუსი ჯარისკაცების მხრიდან და რუსულ სამხედრო ბაზაზე იქნა გადაყვანილი, სადაც მათივე ინფორმაციით იზოლატორში ყოფნისას თავი მოიკლა. ამიტომ მე ვფიქრობ, ახლა აფხაზური მხარის და ქართული მხარის ინტერესი არის ყოველ შემთხვევაში იყო გარკვეული მინიშნებები ამასთან დაკავშირებით მედიაში, რომ მაქსიმალურად სწრაფად იქნეს გამოძიებული და დადგენილი ობიექტური გარემოებები და მე გამოვთქვა ვიმეც, რომ ყველა ის გარემოების შესახებ ინფორმაცია, რაც აქვთ ხელთ, იყოს საუბარი კადრებზეც, იქნება გაზიარებული. ამის პრეცედენტი ჩვენ გვაქვს წარსულში, ამის მექანიზმიც არსებობს, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის პრაქტიკა, რომელიც ისედაც არის შეფერხებული და არის ახლა იმისი შესაძლებლობა, ვფიქრობ, რომ ჩვენ განვიხილოთ ამ თუ სხვა მექანიზმებით ინფორმაციის მაქსიმალურად სწრაფ რეჟიმში გაცვლა. ექსპერტ ირაკლი ცქიტიშვილის განმარტებით საყურადღებოა ის ფაქტი, რომ აფხაზები საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას არ იღებენ და ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ირაკლი კვარაცხელია რუსეთის სამხედრო ბაზაზე გარდაიცვალა. მინდა აღნიშნო, რომ თვითონ აფხაზებმა არ აიღეს ეს თავის თავზე, როგორც წესია, რუსები ცდილობენ მაინც ადგილობრივ ხელისუფლებას მიაწერონ რაღაცები, ან თხოვონ რომ მათ აიღონ თავზე, რომ თვითონ არ გამოჩნდნენ, მაგრამ ამ შემთხვევაში ასე არ მოხდა. და აფხაზებმა პირდაპირ გვითხრეს, რომ ეს მოხდა რუსეთის ბაზაზე. ეს კარგია იმ თვალსაზრისით, რომ აფხაზებმა 82-ას მკვლელობის შემდეგ უკვე აღარ მოინდომეს ისევ ასეთ სკანდალში გახვევა და ყველაფერი რუსებს დააბრალეს.
პასუხისმგებლობა რა თქმა უნდა რუსულ მხარეს ეკისრება, იმიტომ რომ ეს მოხდა რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და უფრო მეტიც ეს მოხდა რუსულ ბაზაზე, ამიტომ აქ ორი აზრი არ არსებობს. თვითონ ის ფაქტი, რომ ადამიანი საქართველოს მოქალაქე საქართველოს ტერიტორიაზე, იმიტომ აწამეს ან დაიჭირეს ან მოკლეს ან მიიყვანეს თვითმკვლელობამდე ეს ვერსიაც რომ განვიხილოთ, მხოლოდ იმისთვის რომ ეს ადამიანი მოძრაობდა საქართველოს ტერიტორიაზე, იყო ქართველი და უნდოდა ერთი კუთხიდან მეორეში გადმოსვლა. ანუ ეს არის იმ კონფლიქტის შედეგი, რომელიც არსებობს. ეს კონფლიქტი არის დაუსრულებელი, ეს კონფლიქტი არ ნელდება და რუსები ცდილობენ კიდევ უფრო გააღრმაონ ეს დაშორება ჩვენსა და აფხაზებს შორის, მაშინ როდესაც თვითონ აფხაზები ასე თუ ისე მაინც ცდილობენ რაღაც გარკვეული კონტაქტები ჩვენთან იქონიონ და ეს კონტაქტები არ დაკარგონ. მკვლელობა თუ თვითმკვლელობა, ამაზე საბოლოო პასუხს გამოძიება და ექსპერტიზის შედეგები გასცემს. ფაქტი კი ერთია. ორივე შემთხვევაში ახალგაზრდა ქართველი მამაკაცის გარდაცვალება საკუთარ მიწა-წყალზე, მხოლოდ იმიტომ, რომ ის ეთნიკურად ქართველია, საოკუპაციო რეჟიმის არაადამიანური ქმედებების შედეგია. სამწუხარო რეალობა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლების არაერთგზის თხოვნის მიუხედავად ჯერჯერობით საერთაშორისო თანამეგობრობა ვერ უმკლავდება.